მოგესალმებით ძვირფასო YouTube და Facebook მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად. მე გემისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს ვიმყოფებით უქროყანის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში, სადაც სტუმრად ყავს, როგორც ხედავთ, მამა გიორგი ცაბაძე, რომელიც არის ამ ეკლესიის, აღნიშნული ეკლესიის წინამძღვარი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ დავთანხმდით, ასე ვთქვათ, ინტერვიუზე და დავთანხმდით იმ თემებზე საუბარზე, რაც შემდეგ უნდა დაგისვათ რამოდენიმე კითხვა. პირველი კითხვა გახლავთ, ეკლესია და საზოგადოება. რა ფიქრობთ ამ ორ თემასთან დაკავშირებით და როგორია ეკლესიის როლი საზოგადოებასთან და ასე ვთქვათ ქრისტიან მოსახლეობასთან? მართლა დაგლოცოთ კონსტანტინე, ესალმები თქვენს გადაცემას, დამოკიდებულებას, რომ საინტერესოა თითეული მოძღვრის აზრი, ურთიერთობა საზოგადოებასთან, ხალხთან და ფიქრი რაიმეზე დადებით კონტექსტში ზრდის ჩვენს სულიერ წარმოდგენებს. მეტად რაფინირებულს, მეტად კარგებს ხვდის და ინსპირაცია შემდგომად აზროვნებისა, ურთიერთობები, კითხვის დასმა, ამავდროულად მოსმენა, ფიქრი და რაც ჩვენ სინამდვილეში ამ საინტერესოა ამ პროფილით, რომ ვახდენთ ჩაწერას, საუბრებს, მოუწოდებთ ხალხს ქრისტესკენ, სიკეთესკენ და იმ რეალობისკენ, რაც ჭეშმარიტად არსებობს. რაც შეეხება საზოგადოება და ეკლესია. თვითონ ეკლესია კრებული და თვითონ ეკლესია საზოგადოება. აი აქედან უნდა დავიწყოთ და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გაყოფა ჩვენ ძალიან რთულად გვესახება მიზნად, რომ გავყოთ ეკლესია და საზოგადოება და რაღაც მედიატორნი ვიყოთ, მომრიგებელნი ამ ორ საზოგადოებას შორის. ეს ესე არ მესახება მიზნად, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა და ნუ თუ ადამი და ევა მათ შვილი იქ არ მიუცია ღმერთს. ნუ თუ ეს ორი ადამიანი საზოგადოება იყო, სად მისცა ღმერთმა საზოგადოება ადამიანს და ევას? ძალიან საინტერესოა. მათ უკვდავ სულში. მათ მისცა პერსპექტივა და მომავალი, რომ ყოფილიყვნენ ისინი საზოგადოების წევრები. ღვთისმეტყველებაში განიმარტება ესე, რომ ერთ-ერთი და ალბათ ერთადერთი ღვთის ნება იყო ადამიანის სამოთხეში ყოფნა. რომ იქ როგორც საზოგადოება ესე გამრავლებულიყვნენ და ჩვენ ვიცით, რომ არის ნება ღვთისა, არის
დაშვება ღვთისა. რაც შემდგომ პერიოდში უკვე ამ როგორც ესე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ადამს და ევას ამავდროულად მიეცა ენერგია, მიეცა პერსპექტივა, მიეცა მომავალი, რომ ისინი საზოგადოებაში წარმოჩენილიყვნენ შემდგომ, რადგანაც ნაყოფიერება არ მოუკლავს ღმერთს ადამს და ევაში. და ჩვენი სამოთხეში მყოფობა იყო ნება ღვთისა. ხოლო ჩვენი არჩევანის შემდგომ, რადგანაც ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ვისურვეთ ადამიანებმა, რომ ყოფილიყავთ ღმერთის გარეშე, ალტერნატიული შეგნებით, ალტერნატიული ნააზრევით, ვიდრე ღმერთის იყო და მის გარეშე მოგვეწყო ჩვენი ცხოვრება. არა, შემდგომ ამისა ჩვენ ვართ როგორც ღვთის დაშვებით ცისქვეშეთში ადამიანები და ღმერთის დაშვებით საზრდოობთ, სუნთქავთ და მოგზაურობთ, როგორც წმინდა მამები ამ ჩვენ დიდ მარხვის პერიოდში ვიყავით, ეხლა წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს არის დიდი მარხვა, არის შესაქმიდან აღდგომამდე, ჩვენი სულების აღდგომამდე, დიდი მოგზაურობის პატარა კალენდარული დრო. ოღონდ ეს 40 დღე, რომ თავისი დღესასწაულებით, თითეული კვირის მნიშვნელობით, რადგანაც ყველა კვირას განსაკუთრებული სახარება აქვს, დიდ მარხვის დასაწყისში იკითხება სინანულის კანონი და გარშე მოწერს ანდრია კრეტის ეპისკოპოსი თელ შესაქმეს, თელ სამყაროს გარშე მოწერს ადამიანის ცხოვრების წესს, ვიდრე ცხონებამდე, ვიდრე სულიერ სამყაროში მის გადასვლამდე, ანუ ცას და მიწას მთლიანად შემოწერს და ეს 40 დღე ჩვენ გვეძლევა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ მცირე კალენდარული დროით ამ დიდ პიროვნულ შესაქმეში და პიროვნულ ისტორიაში, რადგანაც ყველა ადამიანს აქვს პიროვნული შემეცნება. თქო მინდა აღვნიშნო, რომ მოღვაწეობა, ასკეტიკა, რომ საზოგადოდ იყოს, ანუ ყველა ადამიანი პიროვნულად უნდა გაიაროს ეს. სხვისი ნააზრევის, რომ დავუშვათ ჩემზე წინ მოძღვარმა მოღვაწემ გაიარა სიწმინდი ცხოვრება. მეც თუ არ გავიარე, ეს გადამდები არაა. ამიტომ პიროვნულად შეიმეცნება ღმერთი და არა კოლექტიურად, რადგანაც ერთმა გააკეთა კარგი და მეორეც თავისთავად კარგი ვერ იქნება, თუ მან თვითონ ეს არ აღასრულა და კარგად არ გაიარა. ამიტომ ჩვენ დაუბრუნდეთ აზრს, რომ საზოგადოება ღმერთის გარეშე. მე ესე ვიგრძნობდი ამ საკითხს, რომ ეს არის დავარქმევდი ამას რაღაც ჯგუფს, ხალხს. ვერც ერთს ვერ უწყდებდი, იმიტომ რომ ადამიანი ამ უზენაესი გონის გარეშე, ღმერთის გარეშე, მისი ნააზრების გარეშე, მისი წარმოდგენების გარეშე, რომელმაც მოსცა სამყარო ადამიანს და ადამიანცენტრული გახადა სამყარო, ანუ ადამიანისთვის შექმნა ეს ღვთისმსახური, როგორც წმინდა მამა იოანე დამასკელი ჩვენ მოძღვრავს და მისი ნაშრომები მადლობთ ღმერთს, რომ დღეს იმ დონეზეა საქართველოს ეკლესიაში, რომ ბრევლმაც კი მისი არსებობის შესახებ, რომ ამბობს, რომ ღმერთმა თავისი გარდამეტებული სიყვარულის გამო მოსცა ეს სამყარო კაცს და შექმნა ადამიანცენტრული, რადგანაც ეს სამყარო იმზირება კაცისკენ, ანუ ხედვა სამყაროზე კაცი, ანუ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ
ეხლა ვამბობთ რომ დავუშვათ ესეთ რაღაცას რომ აი სამყარო არ უნდა მოჭრათ ხე, არ უნდა დავანგრიოთ წიაღისეულს, არ უნდა შევარდნათ სამყარო პასუხს გვაძლევს შემდგომ, როცა მას ვფიტავთ ჩვენ. მართალია ეს, მაგრამ ამას ემატება რა? არა მარტო ფიზიკურად უკავშირს ვამყარავთ ჩვენ სამყაროსთან, როცა მასზე ცუდად ბომბარდირებთ, რეაგირებთ, მას რაღაცას ვერევით ბუნებაში, არასწორად. ეს ხომ რეალობაა, უკვე პროცესი გვიბრუნდება. ამას დავამატებდი სულიერათაც ესეა. წარმოიდგინე მე თქვენ ადამიანები, რომლებიც არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ არასულიერად ცხოვრობენ. ეს არასულიერი ცხოვრებაც კი ამ ღმერთის შესაქმეს ადამიანისთვის მოცემულს, ამ კავშირს ჭრის, ანადგურებს ამ კავშირს და დედამიწას უქმნის პრობლემებს. სულიერი ცხოვრება, არასწორი სულიერი ცხოვრება ადამიანისა, არა მარტო ფიზიკური ჩარევა ხო უქმნის, არა, ჩვენ ეს ვიცით ყველამ და ამას რელიგია არ ჭირდება საერთოდ, ის ბუნებრივია. არა? და ამას დავამატებდი რომ სულიერი ცხოვრების არქონაც კი ანადგურებს იმ იმედს, იმ მამობრივ სიყვარულს, იმ ალბათ ეს არათეოლოგიურია ენთუზიაზმს, რაც ღმერთმა როგორი სიყვარულით და უწყვილებთ მას იმედს უცრუებთ ღმერთს ჩვენ. ამიტომ სულიერება მარტო ეკლესია, მარტო ფიზიკური ორგანიზმი არა. ეს არის სულიერი სასახლე, სამყოფელი, სულიერი ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, რაც ჩვენ ღმერთიდან მოგვეცა და რაც ჩვენ გვაერთიანებს, როგორც დღეს ვთქვით ჩვენ ქადაგებაში, ისევ იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში შესავალ ნაწილში პირველ თავში, რაც გვანიჭებს ძეობილობას, ძედ ღმრთისად ღვთის ძეობილობას გვაძლევს ჩვენ ამ იმედით. ეკლესია და საზოგადოება. მაგრამ მესმის სიტყვა ჩვენ ხშირ შემთხვევაში დასმულ კითხვას ერისკაცნი ესე აღიქვამენ რომ რა არის ეკლესია და რა არის საზოგადოება. პირველად უნდა ვთქვათ რომ საზოგადოება იდეის, მორალის, ესთეტიკის, მიმტევებლობის, მეგობრობის გარეშე საზოგადოება როგორია? ანუ არ არის საზოგადოება. საზოგადოებას როგორ წარმოვიდგენთ ჩვენ, როგორი უნდა იყოს საზოგადოება? საზოგადოება უნდა იყოს ერთსულოვანი, საზოგადოება უნდა იყოს მიმტევებელი, საზოგადოება უნდა იყოს არა კაცის მკვლელი, არა მოშურნე, არა მეამბოხე, არა ამპარტავანი, არა ქედმაღალი. რატომ? როგორი საინტერესოა, რომ უცოდველი ჩვენ არავინ არა ვართ. ყველას გვაქვს ჩვენი მანკიერებები, ჩვენი ცოდვები, მაგრამ იაკობი კათოლიკე ეპისტოლებში ამბობს, რომ თუ როგორი საინტერესო სიტყვებია, თუ კი რომელიმე თქვენგანს უნდოდეს სიბრძნე ღვთისა მიიღოს, თხოვოს ღმერთს, მამას და ის მისცემს მას. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაცები გვეშლება, ჩვენ ესე კი არ უნდა ვიყოთ, რომ აი დააშავა მოვკლათ, აი ის გააკეთა, და რაღაცა ესე מחვილებით და წათებით აღვდგეთ ერთმანეთის წინააღმდეგ. არამედ უნდა მივცეთ გზა და საშუალება ადამიანს, რომ ისევ დაუბრუნდეს საზოგადოებას. მან ინდივიდუალურად თვითონ, იმიტომ რომ ეს შემეცნება თვითონ უნდა შეიმეცნოს ადამიანმა, რომ კეთილშობილი გახდეს არა
ღვთისმსული ადამიანში და ვიდრე ღვთისმსული ადამიანში დაუბრუნდეს. დაჩრდილული გაანათოს. ანუ დაჩრდილული ჩვენში რაც ადამიანი დაეცა მან კი არ მოკლა მადლი ღმერთში. ეშმაკს ეს უნდოდა რომ ის ახლა მე ამას ვეთქვი რომ საზოგადოებაში ვინც არ უნდა იყოს რა რელიგიის მქონეც არ უნდა იყოს ადამიანი. დაუშვათ ბუდისტი, მუსულმანი, ეხლა ჩვენ მადლობა ღმერთს რომ 21 საუკუნის წმინდანებიც ყავს და ალბათ არ ვიცი, ნახა თუ არა საზოგადოებამ მე ვნახე როგორ ქოლავდნენ ქვით ამ ახალგაზრდა ბიჭს სადღაც იქნებოდა 40 წლამდე და მე ვიფიქრე რომ მე რო იქ ვიყო ამის ადგილზე ესეთი ქრისტიანი ვიქნები. მაგრამ მიუხედავად იმისა, იმის ჩამქოლველებიშიც კი ღვთისმსულია. აი როგორი წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობა, ეს ხო არ არის დაუშვათ ჩვენ ახლა მივიჩნიოთ ბიბლიური ხო შეგვიძლია რომ მოციქულთა საქმეები არა მოციქულ ლუკას მიერ აღწერილი და დაბეჭდილი მივიჩნიოთ ახლა რომ იქ პავლე მოციქული თანაუგრძნობდა საზოგადოებას ვინც პირველ დიაკვანს სტეფანეს ქოლავდა. არა? კარგი, ამაზე შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა არ ახსოვს ეს არავის და მოდი ამ სასულიერო პირებმა ეს მოიგონეს, მოიტანეს და კარგი რა, დავიღალეთ ამდენი მოგონილი ამბებით, რომ ეკლესია კარგია და ეს ჰუმანიზმი და მიმტევებლობა და კარგი გეყოთ რა, გამოდით გარეთ და დაუპირისპირდით რეალობას. რა? კარგი, ეს გამოვრიცხოთ. იმიტომ რომ ამაზე ადამიანს ვერ შეედავები, რაც მოხდა პირველ საუკუნეში, მაგრამ აგერ ფაქტია, ახლა რამდენიმე დღის წინ მოხდა, რომ ჩაქოლეს ადამიანი ქრისტიანობისთვის, პატარა ბავშვებს კლავდნენ და ქალებს და იმისთვის, რომ რელიგიური ნიშნით ეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, ზუსტად ეს უნდოდა ეშმაკს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლელებშიდაც კი ღვთისმსულია და ეს უნდოდა ეშმაკს, რომ ჩაექრო, მაგრამ ცოდვამ დაჩრდილა რა ჩვენში არსებული მადლი და მთელი ეს უკუ პროცესი ანტი ურთიერთობისთვის ანუ არის კარგი ეს პროცესი უნდა იყოს იქითკენ მიმართული ჩვენი პირადული თუ ჩვენი საზოგადოებრივი რომ თითეულმა ჩვენგანმა ეს სული ღვთისა რომელიც დავჩრდილეთ ჩვენ მადლი უბრალოდ სული ღმერთის სულის ჩვენ არ შეგვიძლია მაგრამ მადლი ღვთისა რაც მოგვეცა ჩვენ მადლით ხართ სყიდულნი ქრისტე გვეუბნება და იყავით სრულ ყოფილნი როგორც მამა თქვენი ზრყოფილ არს და ეს მადლი რაც ჩვენ მოგვეცა და დავამცრეთ დამცრობილია ჩვენში გავანათოთ შევმატოთ პიროვნულ დონეზე მე შენ კი არ გაგიხდე მოძღვრად აი მაიმუნო რაღაცა შენ თვალში რამხელა პრობლემაა ბეწვია და ჩემ თვალში დვირეს ვერ ვხედავდი როგორი დამოკიდებულება ხა ჩემ თვალში და ჩემს თავში და ჩემს სულში ვერ ვხედავდი მე რაღაცა უზარმაზარ ცოდვას და ადამიანი გავკიცხო რატომ ეს როლი ხა ძაღს და დავიჭირო ამის გულისთვის ხო რთულია ორი მომენტი ცუდია მაგრამ სადღაც თავი უნდა შეიკავო რომ ადამიანზე მეტი უკეთურების მფლობელი ადამიანი მიზერს არ უნდა გაეკიდოს და არ უნდა მოკლას იმ ნიშნით რელიგიური ნიშნით თუ ამ კუთხით მაგრამ მიუხედავად იმისა ვიდრე ადამიანი ცოცხალია მასში რა არის სული ღვთისა როგორი საინტერესოა სული ღვთისა ცუდშიდაც და კარგშიდაც მოდი ეხლა მივადგეთ იმ საკითხს რომ ბოლო ეს ადამიანი აღარ დატრენინგდა არ ეშველა მაინც არა მაგრამ საზოგადოების ცხოვრობს დადის ესე ვთქვა დააბიჭებს და მას ყავს თანამძრახველები ანუ უკვე რაოდენობაში მიცემული ეს ხალხი რაღაც დაჯგუფებას წარმოადგენს და რაღაც
თქვენი კითხვის ამებრ დასმული კითხვის ამ საზოგადოებას ქმნის ეს ადამიანთა ჯგუფი და ჩვენ მათ ვერაფერს ვერ მოუხერხებთ. მათი ანულირება ჩვენ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ რეალურად არსებობა. მე აქეთ უფრო წავიყვანდი ჩვენ საუბარს, რომ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს, როგორ უნდა მოვექცეთ ამ ხალხს თუ რა ურთიერთობა უნდა გქონდეს ჩვენ მათთან. ამიტომ სამ ეტაპად უნდა დავყოთ ჩვენ ადამიანები. საზოგადოება, მთელი სამყარო. ადამიანები, რომელთაც ესმის ღვთისა. და პირველ თავში შევიტანოთ მეორე პუნქტიც, რომ ადამიანები, რომლებიც არ ესმის ღვთისა. მეორე. ადამიანები, რომლებიც არიან სინანულის ქვეშ და ინანიებენ თავის მდგომარეობას და უნდათ რომ კარგები იყვნენ. უნდათ რომ კარგები იყვნენ. მრევლიან. და მესამე ადამიანი, მესამე რიგი საზოგადოებისა, რომელსაც უნდა რომ ცოდნით იყოს და გაიგოს ცოდნეობითად იწამოს ღმერთი. შინაგანად თვითონ მოწესრიგებულია ადამიანი, მაგრამ უნდა ამის ინსპირაცია, მაგალითი, ძალა მისცეს ვინმე მეგობარმა, იგივე სულიერმა დამ, ან სულიერმა ძმამ, მოძღვარმა, ფერმა თუ მონოზონმა თუ კეთილშობილმა ადამიანმა, ინტელიგენციამ მოკლედ და ეძებს ამას. მე ვიტყოდი საქართველოში მადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი საზოგადოება ალბათ ჩვენ ეს გვაქვს მემკვიდრეობით ეს ჩვენი საგანძურია, რომ უცხოდ შემწყნარებელნი ვართ ეს წმინდა ნინოს ცხოვრებაშია, რომ უცხოდ შემწყნარებელნი და ეს სალიტერატურო თაცა ჩვენი ერის ისტორიაში და აგიოგრაფიაში, რომ ჩვენ შემწყნარებელნი ვართ სხვა ხალხისა და სეკულარულია ჩვენი სახელმწიფო. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ პრობლემას არავის არ უქმნით. და ქართველი კაცის სულის დიდ ბუნებოვანებას და რომ ჩვენ რელიგიის კუთხით ესე ადამიანს არ ვებრძვით და არ უკლავთ. ეს დავით მეფის აღმაშენებლის ცხოვრებაშიდაცა და ესე გაიარა საქართველოს დღემდე და მადლობა ღმერთს რომ მოვედით როგორც სეკულარული სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ქართველი კაცი შეიძლება ის ტაძარში არ დადის, მაგრამ ყველას წამს ღმერთი, მორწმუნეა ესე ვთქვათ. ოღონდ ახლა თამამი ნათქვამი იქნება, რომ სწორად მორწმუნე ნიშნავს იმას, რომ საღვთო წერილის მომსმენია და შესაძლებელი ვარ და აღმასრულებელია და მაზიარებელია. ეს ცოტა ზედმეტი ტონი იქნება, მაგრამ შინაგანი რწმენა, შინაგანი პატივისცემა, სიტყვის პატივისცემა, სიტყვის კაცები ვართ, ეხლა არ შეიძლება დაუშვათ სოფელში თუ რაიონში შეიძლება მან არ იცოდეს ეხლა რომ რამდენია სახარების ავტორი, რამდენი იყვნენ წინასწარმეტყველნი და რატო ეწოდა მას რაოდენობრივად წინასწარმეტყველები და დანარჩენები რატო არ შემოვიდნენ ბიბლიაში თუ ნიუანსებით უნდა ზედაპირული არ იცოდნენ. მაგრამ ამ კაცმა რო თქვას რომ მე ხვალ მოგეხმარები შენ, ჩემი ხარებით ჩამოვალ და თუ გითხრა სიტყვა, აი მას გააკეთებს. და თუ არ გააკეთა, ისეთი მყარი არგუმენტი ექნება რომ რაღაც მოხდა. აი ძალიან გაუთვალისწინებელი. ანუ ესეც რწმენაა, ნახე, როგორი სარწმუნოება. ეხლა მე და შენ ვართ მეგობრები და ეხლა არა ვართ რელიგიურები, ჩვენ სოფელში არაა ტაძარი. რაღაც გაგვიგია, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ ნათლობით, მაგრამ აი სიტყვას ჩვენ სიტყვას ესე არ ვიტყვით, რომ ეხლა ხმე ხვალ შენ მოგეხმარები და მე მოგატყუო. ერთხელ, ორჯერ, აი ქართული კაცი ამას არ იკადრებს და მადლობა ღმერთს, რაღაც ესეთი სულის ხალხი ვართ.
და ამ სულიერმა სიმხნემ ალბათ მოგვიყვანა ჩვენ დღევანდელი დღემდე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ქარტეხილები გავიარეთ, ძალიან დიდი რევოლუციები და რთული პერიოდი გაქრობის გზაზე მყოფი აღუზდექით და ვცდილობთ რომ ნელ-ნელა ჩვენს მსოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ, ოღონდ არა რომ ჩვენ რაღაცას ვცდილობთ, არა, ჩვენ ყველაფერი გვეკუთვნის. მართლა ქართველებს ყველაფერი, იმიტომ რომ აგეოგრაფია, დამწერლობა ჩვენი, გრამატიკა, ლიტერატურა, ფოლკლორი, არქიტექტურა, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ანუ ქრისტეს შობამდე, იქეთ კიდე მოყოლებული ისტორიული სიმონქველის ისტორია გვაძლევს იმის ღრმას საფუძველს, რომ ჩვენ ვართ თვითკმარი, მე ვიტყოდი, ერი მეცნიერებაში, მე როგორ წიაღისეულებს, მეცნიერებაში, ლიტერატურაში, მწერლობაში, კულტურულ გარემოში თვითკმარი ერი ვართ და ჩვენ ამ ხრივ თუ ძალიან მაღალი ნათქვამი არ იქნება, არავის მიპატეჟება არ ჭირდება სამეცნიერო ნადიმთან, რომ ჩვენ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ესეთი ხალხი, რადგანაც ისტორია თვითონ არქივი და ესაა თვითონ ბიბლიოთეკა, რომელშიც ჩვენ ერს მადლობა ღმერთს ესეთი ღრმა ხანგრძლივი მოგზაურობა მოგვიწია და მოვედით დღემდე. და ნამდვილად დღეს ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ინტერესი იყოს სახელმწიფოებრივი, რადგანაც ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და ვხედავთ, რომ მიუხედავად ღრმა დაპირებებისა, ყველა ქვეყანა თავის თავზე მუშაობს, როგორც ახარებაში წერია, ქრისტე გვეუბნება, რომ ნუ იზრუნოთ თქვენ რა იჭამოთ და რა ისვათ და რა შეიმოსოთ და რა შეიძინოთ, ჩვენ ვხედავთ ერებს, ყველა თავის თავზე მუშაობს, რა ჭამონ, რა სვან, რა შეიძინონ და რა ნედლეული თუ წიაღისეული თუ სიმდიდრე თუ მორალი თუ ზნეობა წაგლიჯონ. სხვას, რომ თავიანთ ქვეყნებში, როგორც უფალი ამბობს, რომ იყო კაცი ერთი უკეთური, რომელსაც სხვადასხვა ადგილზე ქონდა შესაკრებელი გაკეთებული, ანუ სად შეინახოს გოდოლი აშენებული, რომ თავისი მონაგები ამ ქვეყნისა სხვადასხვა ადგილებში. მე იფიქრა ამ კაცმა, ესეც ვერ წაართმევ ადამიანს ამ ფიქრს, იფიქრა კაცმა, რომ მოდი ეხა სხვადასხვა ადგილზე მაქვს, მოდი ერთ გოდოლს ავაშენებ. ჩემს ამ მონაგებს შევკრება ეხლა აქ, დავალაგებ, ესე შევხედო, მე დავჭდები, ხედავ რა ივჭამო და რა ივსვა და რა შევიმოსო, ანუ რაღა მაკლს მე. არაფერში აღარ მჭირდება ღმერთი. ამიტომ დაკვირვებები გვიჩვენებს ჩვენ, რომ ყველა ქვეყანა ესენი მიმართულენი არიან იქეთ, რომ რა წაგვართვან, რა წაგვლიჩონ და საზოგადოება აღარ არსებობდეს. იყოს თავიანთი ნარატივის ქვეშ მქონე საზოგადოება. ამიტომ ჩვენ ეხლა ყველაზე ერის დონეზე, საზოგადოება, ერი, ეთნოსი, საზოგადოების გარეშე არ არსებობს, არა. ეთნოსი, ხალხი, საზოგადოების გარეშე, ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენ, აი რა გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი, რომ როგორც ეს მემკვიდრეობა გვაქვს ჩვენ ძალიან კარგი, ისტორია გვაქვს ჩვენ ძალიან კარგი, წარსული გვაქვს მყარი და ღვთივსულიერი და საჩინო ჩვენი წარსული. ამიტომ არა გვაქვს ჩვენ უფლება იმისა, რომ ეს ყველაფერი დავმარხოთ, გავანადგუროთ, წარხოცოთ, დავანგრიოთ, ამის უფლება ჩვენ ვინ მოგცა, არა? და უნდა ფორმირდეთ, მე ამას ვეტყოდი ჩვენს ხალხს, რომ ძალიან ბევრი გვაქვს დაკარგული დროში, სივრცეში,
შეგნებაში, შემეცნებაში მემკვიდრეობა გვაქვს უგულებელ ყოფილი ადამიანმა უგულებელყო თავისი მემკვიდრეობა, თავისი საგანძური, თავისი წარსული, ისტორია და საზოგადოებად უნდა შევიქმნათ, რომ ყველაფერი ამის ირგვლივ ჩამოვყალიბდეთ ჩვენ და არ ვიყო მარტო მე დავჯდე თქვა შევიმოსო, რა ივჭამო და რა ივსო, რა შევიძინო და თვითკმარი ვიყო ამ პარტავანი, რომ ეხლა თუ არ ეშველა ამ ხალხს მე ხო მაგ და დაიდი დავანებო ეხლა მათ თავი. რა ვქნათ ესეა წუთი სოფელი მიდის და ესე თუ ვიფიქრეთ რა. შეგვიძლია ვიფიქროთ და არც არავინ დაგუძახოს ეხლა ამაში, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით კარგი მემკვიდრეები იმ მამულიშვილებისა, რომლებმაც ჩვენი ერის ისტორიაში თავისი სისხლით აზღვია და მოგვიყვანა ჩვენ, არ ვიტყვი მოგვიტანა ჩვენ აქამდე. და ამიტომ საზოგადოება და ეკლესია ეს ჩემი აზრით უნდა იყოს განუყოფელი ერთი ინსტიტუტი, განუყოფელი გარემო, რადგანაც ჩვენ ვართ შველი ღვთისა და მადლობთ ღმერთს, რომ ქართველი კაცი ძალიან მორწმუნეა, ამას მინდა დაუბრუნდე, ძალიან ხმად მორწმუნეა და არა საფრთხისმეტყველოდ ვიტყვი ახლა ამ თემას, არა ხალხური ნააზრევიდან ვიტყვი, რომ ღმერთიც რომ არ არსებობდეს, ქართველი კაცი მაინც შექმნიდა ისეთ ღმერთს, როგორც ისაა ღმერთის სწორუპოვარი. ანუ ქართული კაცის სულში დევს ძალა სიტყვისა, რომ იტყვის შეასრულებს და ეს ზნეკეთილობა დევს ადამიანში. და რას გავს ეს ზნეკეთილობა ზოგადად ჩვენში? მე თუ დავიწყებ ჩემში წორთნას, რომ კარგი ვიყო, მოდი დავანებო ამ ცუდს თავი ჩემში და ამაზე ფიქრს დავიწყებ, წორთნას დავიწყებ ჩემს პედაგოგიკას ჩემ თავში მოვაქცევ და არა შენში დავიწყებ რაღაცების ძებნას. რა გვარია მე ის იცი, რომ როგორც სპორტის ოსტატი, მორბენალი თუ რაღაცა დღეს, აი ჩვენ გქონია ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ დაუშვათ გაგვიცურავს, დაუჩვათ ხო, იყო არის ესეთი დრო, რომ ზამთარია და არ ცურავთ, ხო? მაგრამ გაზაფხულზე გაგვიცურავს და პირველ დღეს დავიღალეთ. აი მეორე დღეს გავცურეთ უფრო საინტერესოდ, მესამე დღეს უფრო ღრმად შევედით. ესია ფიქრიც, ანუ ეს ხოა ძალისმიერია რა, მაგრამ გონისმიერი შემეცნება რა, დღეს რომ დაიწყებ ფიქრს, მე დავიწყებ ფიქრს, რომ არ ვარ კუთა, ჩემი თავი. სინანული გექნება, ხვალ ცოტას მოამატებ. მომავალ წელს კიდე უფრო მოამატებ. მეორე წელს უფრო კარგი იქნება, ოღონდ ფიქრი ამისთვის საჭირო და არაფერი სხვა. არაფერი რაღაცა წარმოუდგენელი ზიება წუთისოფელში, რომ რამ შეიძლება გამხადოს მე კეთილშობილი. სინდისმა და ფიქრმა. გავხდები კეთილშობილი. მაგრამ თუ დავიწყე პირუკუ, აუ დღეს მეტი უნდა გამეკეთებინა ცუდი, ეს რა იყო? მე უფრო ბოროტდები ნელ-ნელა და საბოლოო ჯამში თანამგზავრი ვარ მე ჩემი საქციელებისა და ვერ ვხედავ. თუ რა სიღრმეზე ვარ შესული, ცუდი გაგებით, მაგრამ უკვე რეალობიდან სხვა, ანუ ცენტრიდან უკვე ძალიან დაშორებული ვარ და ადამიანი გარეგნულადაც იღებს გასაზრისხებულ სახეს. ეხა ვერ წარმოვიდგენთ ეს როგორი მდგომარეობა, მაგრამ აი უფალმა დაადო ნიში ადამს, რომ კაენს რომ მოკლა თავისი ძმა და ახლა ამას კი ძალიან ცუდად არ მინდა გამომივიდეს. ხშირ შემთხვევაში მე ეს ჩვენს აბიტუსზედაც საქციელზე, გადაადგილებაზე, მოქმედებაზე აისახება ჩვენი სულიერი მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ახლა ადამიანი
ხელოვან მოგეწონოს კალიგულმა ისეთი ანგელოზი იყოს შინაგანად, ხო? რა, ამას ვერ ვიტყვით ჩვენ, მაგრამ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ესეც რადგანაც ეს სულიერი მერე ჩვენ სხეულსაც აზიანებს. ესეთი რაღაც თქვა იაკობმა ეპისტოლეებში, ანუ საყოველთაო წერილებში თქვა, რომ ცოდვამ შემდგომ ცოდვამ არ მონანიებულმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ შემოიტანა სიკვდილი. სხეულის, ანუ სიკვდილი არ ხდება სულიერად, ხო? ანუ ჩვენი ღმერთმენით ადამიანი შეიძლება არ ცხონდეს, მაგრამ ის არ კვდება სულიერად, არა? მაგრამ გეუბნება, რომ ანუ ეს სიკვდილი არის სხეულზე. ამ ცოდვამ შემოიტანა სიკვდილი, მოიტანა შემდგომად. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ მე ხშირ შემთხვევაში ხარ რომ რელიგიებიც რო გავიწვიოთ, რადგანაც შეიძლება არარელიგიურ ხალხს რაღაცა მოეჩვენოს სხვაგვარად, ადამიანის საზოგადოების წევრად რომ იქცეს, ჭირდება რა? არ დაარღვევს სხვისი უფლებები. ადამიანს საზოგადოების წევრად რომ ჭირდება დიდ სულოვნება, გათვალისწინება, რომ როგორც ჩემ შვილს ცივა შია და უხარია, ისე სხვის შვილს უნდა. ანუ გავითვალისწინოთ დიდ სულოვნება. საზოგადოებად რომ ფორმირდება, ჭირდება დარბაისლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში თუ ეკლესიაში თუ დაუშვათ თეატრში გვინდა რომ არ უნდა შეაწუხოს ხო იმით რომ ის უსმენს და კულტურულ ეხა თეატრში მადრობა უმეტეს გვიწევს ხოლმე ხო მისვრა და ეხა იქ საერთოდ ეხლა არ არის ბიბლიური სცენები და სიუჟეტები და საღვთისმეტყველო თხრობა არაა მაგრამ რაღაც დიდი კრძალულება იგრძნობა სხვა ჟანრით დიდი თანადგომა იგრძნობა რაღაცა ისე შემართებით გამოდიხარ რომ ვაიმე რა კარგი იყო სავსე და ნუ თუ ეს არ არის მადლი როგორ არა თუ კი კარგს უყურებ და კარგი ემოციებით მოდიხარ იქიდან რა მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თეატრი ვაქციოთ რომ ანტისემიტიზმად თუ ანტიქრისტიანიზმად რომ ესე დავხოცოთ ეხლა და ახალი გამოვიჭედოთ ახალ ძალად რომ ყველა მოწინააღმდეგეა ესე შეგვიძლია გავანადგუროთ და მოკლედ მაგრამ საზოგადოებად რომ ფორმირდეს ადამიანი მას ჭირდება ფიქრი რომ სხვისი უფლებები სხვა არ შეურაცხყოფს გავითვალისწინოთ მიმტევებლები ვიყოთ და გრძნობის თვალით შევხედოთ სხვას გავითვალისწინოთ სხვასაც უნდა არსებობა ქვეყანაზე და შემდგომ ამისა ეს კულტურული საზოგადოება აღარ იქნება მერე უკვე ყველანი ერთნი ვიქნებით უფალი იესო ქრისტეში და ეს სიხარული ზეიმურობა და ეკლესიურობა ეს ნიშნავს რომ არაფრით არ განსხვავდებით დაუშვათ მორწმუნე ქართველი, ქრისტეს მოყვარე ქართველი, ქრისტეს მოყვარე რუსი, ქრისტეს მოყვარე ბერძენი, ქრისტეს მოყვარე დაუშვათ მუსულმანი ვერ იქნება, ნუ არაბი და დაუშვათ პოლონელი თუ ბულგარელი თუ ამერიკელი, ქრისტეს მოყვარე, ეს არის უკვე საზოგადოება. აი ეს არის უკვე მსმენელი, რომელიც ითვალისწინებს და განიხილავს უზენაესის ხმას, უზენაესის შემოქმედებას, ანუ ღვთის სიტყვას და აქედან უკვე ჩვენ თავისუფლდებით აღარა რჩევა მამაკაცისა, აღარ დედაკაცისა, პავლე მოციქული იაკობ ხუცესის პირით შუშანიკის ცხოვრებაში გვეუბნება რომ აღარ არის რჩევა მერე დედაკაცი თქვენ ერთ ხართ უფალი იესო ქრისტეში და აი ეს არის ზეპური აღმატებული საზოგადოება რომელიც არის დიდი ჰარმონია ესე ვიტყოდი, დიდი კლასიკა, რომ უყურე მას და დატკბი და ისწავლე მისგან. აი ეს გჭირდება,
ღვთის შეწევნით მადლობა, რომელიც ბევრი გაკეთებულია, ბევრს აწმყოში ვიმუშავეთ და ბევრი მომავალში წარმოჩინდება ჩვენი თაობის, შვილების და ჩვენი ჩართულობით და მეცადინეობით ღვთის შეწევნით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით შევძლებთ ცოტა, მაგრამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სიმაღლე მივცეთ ჩვენს ღირსეულ სამშობლოს. აბა გიორგი, თქვენ ახსენეთ ამ საუბარში სიკვდილი. მინდა პირველ კითხვას გამოვეხმაურო ბ-პუნქტად დაგისვათ ეს კითხვა, რა განსხვავებაა სიკვდილსა და გარდაცვალებას შორის? თქვენმა პასუხმა მოიტანა ჩემთან ეს კითხვა. ეს კითხვა დამეცვა თქვენთვის. რა განსხვავებაა სიკვდილსა და გარდაცვალებას შორის? საინტერესოა ეს კითხვა და რაღაც ახალი კითხვა რომ იბადება ყოველგვარი თეზისების და მოფიქრების და ის გარეშე ძალიან კარგია. სიკვდილი და გარდაცვალება. ჩვენ ძალიან საინტერესო თხრობა მსჯელობანი გვაქვს, რომ როდესაც მაყლოვანში გამოეცხადა ღმერთი მოსეს, იქ ეუბნება, რომ ნუ ვინ ხარ შენ, ესე ფეხი გაიხადე წმინდა ადგილი, სადაც და ის ტყავი და ხორციელება ფეხსაცმლის სახით ღმერთმა განძარცვა, რომ ღმერთი იყო ამასთან მოსესთან და ეუბნება ესეთ რამეს, რომ მე ვარ ღმერთი ა ブラ ამისა, ისააკისა და იაკობისა და შენი მამებისა და ხას უსვამს ღმერთი. ღმერთი არს ცოცხალთა და არა მკვდართა. ჩვენ თუ კალენდარულ ანგარიშს ვიტყვით დავუშვათ რა. მოსედან ა ブラ ამი საუკუნეების წინ იყო. და ანუ კარგა ხნის გარდაცვლილები იყვნენ და როგორ შეიძლება ისინი ცოცხლები იყვნენ? აი აქ უნდა ჩავეძიოთ ჩვენ ამ საკითხს და უნდა დავფიქრდეთ. ანუ ამის ღრმა განმარტებას გვაძლევს იოანე ღვთისმეტყველის სახარება, თუ არ ვცდები მე-4 თავის მე-5 მუხლი და გვეუბნება ესეთ რამეს, რომ ამინ გეტყვით თქვენ, რომელმაც სიტყვანი ჩემი ისმინოს და აქ უნდა ჩემი რწმენა და მამის ხმა ისმინა და რომელსაც აქ უნდა ჩემი რწმენა, აი გვეუბნება ესეთ რამეს, რომ იგი გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად, ანუ ამ სახარებას მოძღვარი კითხულობს წესის აგების გაძლიერებულ ლოცვების დროს სახარება ეკითხება მორწმუნე მიცვალებულს, რომელიც მიიცვალა და ამ სიტყვებით იოანე ღვთისმეტყველი ამდიდრებს, ანუგეშებს ჭირისუფალს და ეუბნება, რომ ეს ჭირისუფალი არ არის მკვდარი, არამედ რომელმან სიტყვანი ღვთისანი ისმინა გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრებად. ანუ ქრისტიანი ადამიანი, ღმერთის ღვთის მორწმუნე ადამიანი ფიზიკურად შეიძლება განეშოროს, მაგრამ ის გარდაიცვლება ამ მდგომარეობიდან ცხოვრებად. ანუ ჩვენ თუ იოანე ღვთისმეტყველის ნააზრევს დავაკვირდებით, სადაც ჩვენ აწმყოში ვიმყოფებით და მოგზაურობთ, ეს არის დასრულებადი, არა? A პუნქტიდან B პუნქტში ჩვენ მოგზაურობთ, ვიყავით ბავშვები, ვიყავით ჭაბუკები, ყრმები, ჭაბუკები, ეს დასრული ასაკი და ვიწევს ბოლო, უნდა გარდავიცვალოთ. ანუ ეს აწმყო იდეაში ყოფილა სიკვდილი, გარდაცვალება, მაგრამ მორწმუნესათვის მორწმუნე არ მკვდება. ანუ მისი როლი, ანუ მისი როლი, ანუ მის
ის გარდაიცვლება ამ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავა. ანუ ამ სიცოცხლიდან დროებით ის სიცოცხლიდან გადადის სამუდამო სიცოცხლეში. სამუდამო სიცოცხლეში. ხოლო პავლე მოციქული შესაბამის მსახურებაში ეს არ არის საიდუმლო წესისაგების მსახურება, გაძლიერებული ლოცვა და პატივის მიგება მიცვალებულისთვის, აქ გვეუბნება პავლე მოციქული, ხოლო აღდგომა, ანუ მიცვალებულთა აღდგომა იქნება ორი სახის. ერთნი აღდგებიან დიდებისათვის ღვთისა და მეორე აღდგებიან სასჯელისათვის. ანუ ადამიანის სული არ კვდება, მაგრამ თუ კი არ ქონდა შესაბამისი პიროვნული წვრთნა ადამიანს ამ სამყაროში, თვითონ გამოუტანს განაჩენს, რომ ღვთის მადლის მიღმა იყოს იმ საუკუნო სიცოცხლეში, რასაც ჩვენ გარდაცვალებას ვეძახით. აი როგორ ხედავს მამა გიორგი ასე ვთქვათ სასულიერო პირები როგორ ხედავენ და როგორ ასე ვთქვათ ამბობენ და რას ფიქრობენ ასე ვთქვათ საყოველთაო აღდგომის შესახებ. თუ რა არის საყოველთაო აღდგომა, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რომ აი ბევრს ეშინია რომ აი საყოველთაო მეორე თვოსლა რო დადგება ჩვენ დავიღუპებით, ჩვენ უმეტესობა წავა ასე ვთქვათ ჯოჯოხეთში, აი თქვენ რას ფიქრობთ, რა არის საყოველთაო აღდგომა ეკლესიის გადმოსახედიდან? ხო, აღდგომა როგორ გაშიფრავდით ასე ვთქვათ საყოველთაო აღდგომას? ჩვენი აზრი გვინდა რომ ჩვენი ნათქვამი გავამდიდროთ საბჭოს წერილიდან, ესეთი რაღაც იყო, ეს აზრიც არ უნდა გქონდეს ახლა ჩვენ, რომ საყოველთაო აღდგომის აპოკატასტაზისი ესეთი რაღაც იყო მწვალებობა, რომელიც დაიგმო, რომ ქონდათ შემეცნებაში, რომ ეს საყოველთაო ყველას აცხოვნებს ღმერთი, რომ ყველა აღდგება და ყველას ეპატიება ცოდვები, ეს არ არის შეწყნარებული ეკლესიის მიერ ეს ნააზრევი, რადგანაც ბოროტს ყავს თავის მიმდევრები. ბოროტს ყავს თავის მიმდევრები, მაგრამ რაც შეეხება მეორედ მოსვლის შიშზე, ტკივილზე, ჩვენ ეს განცდა არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სინანულში მყოფი ადამიანები, ანუ სინანულში მყოფობა ნიშნავს შემდგომს. მე ვასიგრძეგანებ და ვხედავ იმას, რომ რაღაცა ისე ვერ გავაკეთე, როგორც ქრისტიანს უნდა გაიკეთებინა, მაგრამ ვიწყებ უკვე ფიქრს ამაზე, რომ ქრისტიანი ვიყო და ჩემს ფიქრში, ჩემს აზრში ამის შემდობას გამოვიმუშავებ და ღმერთს ვევედრები, ღმერთო, უკეთესი გამხადე. და ეს სინანული არის სალბუნი იმისა, რომ ჩვენ ღმერთი შეგვეწევა და მარადიული ტანჯვისაგან ვიხსნის ღმერთი. ანუ ერთ-ერთი მომქმედი ღმერთთავარი კარგად ამბობს, რომ უსმენდი ერთ-ერთ მის გადაგებას, რომ ამბობს, რომ ჩვენ ღმერთს უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაგვეხმაროს. როგორი პარადოქსულია, ღმერთს ახლა ღმერთს თუ იმის დახმარება არ და ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის ყველაფერი შეუძლია. ხო, მაგრამ მაგრამ დაუკვირდით ამ სიტყვას, ღმერთს უნდა მივცეთ ჩვენ საშუალება იმისა, რომ დაგვეხმაროს. ანუ საშუალებას როგორ მივცევთ ღმერთს? თავდაბალი უნდა ვიყო, მონანული უნდა ვიყო, სინანული უნდა გქონდეს. უნდა თქვა ღმერთო მიშველე. თორე ღმერთი პავლე მოციქული გვეუბნება ვერ იქნება მიკერძოებული. აი ღმერთი რომ მიკერძოებული იყოს დაუშვათ ჩემზე, რომ არ ვიყო თავდაბალი, ვიყო აპარტავანი, ვიყო ესა და ნახე თუ კი ღმერთი მიკერძოებული იქნება, მერე ეშმაკიც იმძრავებს ადამიანებზე. მიკერძოებული იქნება, რომ კაცს ეგრევე მოკლავს და ეგრევე შთანთქავს და ეგრევე წაიყვანს. ამიტომ ღმერთს უნდა მივცეთ ჩვენ საშუალება, რომ გვაცხოვნოს, დაგვეხმაროს. გვერდში დაგვიდგეს, აი როგორაა ნათქვამი, რომ ჩვენ საკმარისი
საკმარისია სინანულით, აი როგორ ხა ეს ნაბიჯები გააზომილი ხო არა რომ ერთი ნაბიჯი შენ გადმოდგა და 100 ნაბიჯი ერთი გადმოდგა რა 100 მე ერთი ნაბიჯი დგას ღმერთი და ანუ 100 ნაბიჯი გადმოდგავს და მე მომიახლოვდება მე თუ ერთს გადავდგავ ის რო ჩემთან ახლოს მოვიდე 100 მე ერთზე უნდა იდგეს ის რომ ერთი მე გადავდგი ანუ 100 ნაბიჯი გახდა 100 გადმოდგავს და მივალ ღმერთთან არა ჩვენ ვიყოთ სინანულში სინანული გქონდეს და ღმერთი დაგვეხმარება ჩვენ დღეს გავაკეთოთ ეს საქმე ამიტომ ამბობს უფალი რომ შენ ნუ იფიქრებ რა იქნება ხვალ და ზეგ როგორი საინტერესოა რა ჩვენ ამას ვფიქრობთ აი როგორ მე ჩემი შვილები როგორ იქნება აი მე ის რო სტუდენტი მე ის რო ცოცხალი აი როგორ იქნება და სადღაც ჩვენ მომავლის შეუსრულებლობაში ვართ ამ ჩვენი ფიქრით ჩვენი ოცნებით ვართ იქ გაჩხერილი და აწმყო გვაქვს დაპაუზებული და აწმყო რო დაპაუზებული მაქვს და აწმყოში მე არ ვაკეთებ ქრისტიანულ საქმეს ეს დღეს ემატება ხვალ მეც ასაკი მემატება და იდეაში არაფერი არ გამოდის და მომავალიც უნაყოფოა რა ამიტომ უფალი გვეუბნება რომ დღევანდელ დღეს შენ და კმა იქნება შენ ნუ იფიქრებ ხვალე მიფიქროს თავის თავზე და მომავალში აუცილებლად ღმერთი დღეს თუ ჩვენ ქრისტიანები ვიქნებით მე არ ვამბობ აი მონანულები თუ ვიქნებით აი ამას რა უნდა სინანული კონდეს ადამიანს და ვიტყვი მე რომ არ ვიყავი დღეს კარგი აი არ ვიყავი კარგი და მოდი ხვალე უფრო აღარ გავაკეთებ იმას შეიძლება ვერ მივიდე ხა ბოდიში ვერ მოვხადო ადამიანს მაგრამ მოდი ხვალე შინაგანი მეკენება აი ხვალ აი აღარ გავაკეთებ და მეცადინეობით ნელ-ნელა ჩვენ წინ წავიწევით და აწმყოს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება რომ ჩვენ მომავალში ღმერთი შეგვეციოს თორე მე ესე ვგრძნობ და ესეცა რომ ადამიანი სიწმინდით რომ მოვიდეს აი ჩვენ ხო დაბადება გვაქვს არა დავიბადეთ არ ვიცით ასაკი როდის რა იქნება არა მაგრამ 9 მოსვლაც რომ სიწმინდეში ვიყოთ სასწაულების მოხდენის უნარი გქონდეს, მადლი გქონდეს, თუ კი სიყვარული არ გვექნება და თავმდაბლობა არ გვექნება და სხვა ცოდვებს არ ვაპატიებთ და არ გაუნულებთ და გვერდში არ დაუდგებით, თავარი ადამიანი მოვიდეს მონანული რომ აი ესე შენ გენაცვალე, მოდი ერთად ვიაროთ და სიხარულში ვიყოთ, მერე რა თავარია გქონდეს ჩვენ სინანული და თავმდაბლობა და ეს მერე რა არ ვაქციოთ ცხოვრების წესად რომ რაღაცა დიდი გავაფუჭოთ და მერე რა არა უბრალოდ უნდა მივცეთ საზოგადოებასაც სხვასაც იმის საშუალება რომ ამოისუნთქოს და თავისთავი დაინახოს და დაიწყოს გააგრძელოს ქრისტიანული ცხოვრება მამა გიორგი ძალიან საინტერესოდ მიყვო საუბარი და მინდა მეორე კითხვაზე გადავიდე აღიარებ თუ არა ჯადოს არსებობას ეკლესია ქრისტიანული ეკლესია მოდი რადგანაც დიდზე წავიდა ჩვენი არ გავაკეთოთ რომ შემდგომში აღარ შევხვდებით ერთმანეთს და ყველაფერზე დღეს ნუ ვისაუბრებთ კარგი კითხვა ამით დავასრულოთ კი ბატონო ამით დავასრულოთ ძალიან კარგი სიტყვა ჯადოს აღიარებს თუ არა ეკლესია ხო მართლმადიდებელი სარწმუნოება ესე იგი კონსტანტინე როგორაა იცი რომ ნახე ქრისტიანობა დამატებით მისმინე ქრისტიანობა დამატებით არაფერს არ აღიარებს რაღაცას ანუ ქრისტიანობა არაფერს არ აღიარებს ქრისტიანობა არავის მხევალი არაა და არავის ფანატიკოსი არა ანუ ქრისტიანობა არის სწორუპოვარი სიტყვა ღვთისა რომელიც დაეშვა და განხორციელდა დედამიწაზე და უხილავმა ღმრთება ხორცი დაიფარა რადგან უხილავი სახილველი ყოფილიყო ღმერთი ეს ჩვენ გვაქვს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში და ანუ ღმერთი და ეკლესიური აზროვნება არაფერს არ აღიარებს და ესე ვთქვათ საეროს და მიწიერს იმიტომ რომ თვითონაა თვითკმარი თვითონაა შემოქმედი და თვითონაა პანტოკრატორი და თვითონაა პედაგოგი დიდი პედაგოგი ხა რა კუთხით განიხილავს ესე ვიტყოდი მე რა მხარეს წარმოაჩენს
ამ ჯადოსში თუ მისობაში თუ ესეთი და ესეთ რაღაცაში შემეცნებაში. ახლა ჩვენ ამაზე არ უნდა გქონდეს ჩვენი აზრი, ახლა მე რას ვფიქრობ? არა. რადგანაც ბიბლია განგვეცხადა ჩვენ მოსეს მიმართ და ჩვენ განმარტა ბიბლიამ თავისი თავი. ახლა რა ვიღოთ ჩვენ ვეფხისტყაოსანი და ბიბლია. და დავიწყოთ ახლა რომ აი ვეფხისტყაოსანზე წმინდა ნინოს ცხოვრებაზე, შუშანკის წამებაზე და უფრო ვეფხისტყაოსანს ვიტყოდი ძალიან ღრმა ფილოსოფიურია, ჩამწვდენია და როგორც ერთი მომქმედი მღვდელმთავარი კარგად განმარტავს აი საინტერესო დახვევანებული დარგში, შემთხვევით მოусმინე მის ამ გადაგებას, ჩანაწერს ერთ-ერთს და ძალიან ღრმად ეს არის პირდაპირ განმარტება ბიბლიის ძალიან ლამაზი კუთხით. მოკლედ ავიღოთ ეს ორი წიგნი და ეს ორი წიგნი ავიღოთ ეხა ბიბლია და ვეფხისტყაოსანი და აქ როგორია ასმა კაცმა რო წაიკითხოს ვეფხისტყაოსანი შეუძლია მათ და არ მოვიდავებით რომ შეუძლიათ მათ რომ თავისი აზრი თქვან წარმოაჩინონ ან ვიღაცამ რაღაცა გამოტოვოს რაღაც ნიშნულოვანი სიუჟეტი და ყველას ეძლევა მაგრამ რატო არ ეძლევათ ბიბლიაში ადამიანმა რატო ეს რაღაცა ისეთი კაცრი მსაჯულის და იმპერატორის მიერაა დაწერილი რომ ახლა ისჯება და რატო უგზავნოთ ჩვენ მოძღვრები რომ ბიბლია წაიკითხე მაგრამ რატო ვეუბნებით რომ წმინდა მამათა აზრებით მოძღვრის კურთხევით მოხდეს ამის წაკითხვა იმიტომ რომ ბიბლიამ როცა დაიწერა ეს დაიწერა საჭიროებიდან გამომდინარე და განმარტა თავისი თავი მოსეს მიერ. განიმარტა, ანუ ბიბლია იმდენად ღრმა, იმდენად განიმარტა უკვე, რომ ამაში ადამიანის ჩარევა, ადამიანის წარმოდგენები, წარმოსახვები, როცა მას სულიერი კუთხე არ უმყარებს თავს, მიყავს ძალიან სხვაგან. ეხლა ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის აზრი, ამიტომ ეს აზრი უნდა გქონდეს ყველა ქრისტიანს, მართლმადიდებელს, რომ განმარტოს მოსეს სულით, ვინც ეს ღმერთმა მოსცა, ხო, მოსეს ეს ჯერ თავის ხელით ჩაწერა ცნებები, შემდგომ დაანუსხვრია, შემდგომ მოსემ ჩაწერა და ეს წიგნი მოგვეცა და წმინდა წერილი მოგვეცა, მოვიდა დღემდე. არა, განმარტა თავისი თავი. და ამიტომაც დაიდო ჩვენ გვაქვს დოგმატი წმინდა წერილის უცნობელობისა 10 ადგილობრივი საეკლესიო კრებისა და 7 მსოფლიო კრებისა და მესამე დოგმატი არის ლიტურგიკა და წმინდა მამათა უკვე რაფინირებული გადახედილი წიგნები, რომელიც ეკლესიამ შეიწყნარა, ანუ ჩვენ ამ კუთხით ვდგევართ დოგმატებზე. ეხლა აქედან აღებული რა ხედვა აქვს, აი რას ფიქრობს, როგორ განმარტავს ეკლესია, ჩვენ პირველი ცხადი ურთიერთობა ბოროტ ძალებთან, ესე გვაქვს მოსეს ცხოვრებას თუ ჩვენ გადავხედავთ, ვიცით პაექრობა მოსესი და ქურუმებისა. გახსოვს ეს მომენტი, კონსტანტინე? როდესაც ფარაონი ეუბნება, რომ აი თქვენ რა ძალა გაქვთ, გვიჩვენე. რა შენ გაგზალა მოსე? ისეთი, რაც შენ ღმერთს მოსეს არ ეუბნება, აი ღმერთს დასცინის. რაც შენ ღმერთს არ გძალაო, ისეთი ძალაო ჩემს ქურუმებსაც აქვს და მოიყვანს. მოსე გადააგდებს ჯოხს. მათმაც გადააგდეს ჯოხი და გველი გახდა ის ჯოხი, ანუ ბოროტი ძალით, ილუზია. ხოლო მეორედ გადაგდებულზე მოსემ უკვე შთანთქა მათი ილუზია, მათი ეშმაკისეული ძალა. ანუ აქ მოსეს მხრიდან მოქმედებს ღმერთი, ხოლო იქ ბოროტი ძალა მოქმედებს. ანუ რეალურად ეშმაკს აქვს გარკვეულ წილად მეუფება არ აქვს. უფალი სუფებს მშვენიერებით შემოსილი. მაგრამ ეშმაკს აქვს გარკვეული გავლენები, გარკვეული დირექტივები და გარკვეული ძალა, დამცრომელი ძალა ადამიანებში, თუ კი ადამიანი ამას
დაიმეგობრება და იქეთ გადადგამს ნაბიჯს. ეს ერთი ჩანს. მეორე მომენტი, როდესაც ჩვენ გვყავდა მეფე, პირველი მეფე ისრაელისა, მინდა გითხრა, რომ იყო საული. იგი ნათან წინასწარმეტყველმა ახარა პირველი მეფობა მას, შემდგომ სამუელმა წინასწარმეტყველმა და აი სამუელ წინასწარმეტყველსა და საულ მეფეს შორის იყო ესეთი, რომ ღვთის პირიდან წავიდა მეფე, რადგანაც ფილისტიმელთა ბრძოლებში და ურთიერთობებში უკვე ღმერთის ძალა აღარ აინტერესებდა, თვითონაა უკვე მეფე და აღარ ეკითხება წინასწარმეტყველს და წინასწარმეტყველი აღარ ეკითხება ღმერთს, რა გააკეთოს მეფემ და გაწყდა მეფესა და ღმერთს შორის კავშირი. და ამიტომაც აფრთხილებს ღმერთი სამუელ წინასწარმეტყველის პირით საულს, რომ არ ქნა დაელოდე წინასწარმეტყველს, ნუ გეშინია ფილისტიმელების, ნუ გეშინია ბრძოლის, მაგრამ ეს მაინც თავისას აკეთებს მეფე და გარდაიცვალა წინასწარმეტყველი სამუელი. და აქ ხედავთ ჩვენ, რომ სამუელს იმდენად საულ მეფეს იმდენად შეეშინდა, ფილისტიმელებთან აინტერესებდა თუ რა მოხდებოდა, ჩხიბავი ქალი მოიწვია, ბიბლიაში წერია ესეთი რაღაცა და აღმოიყვანა ა ブラ ამის წიაღიდან წინასწარმეტყველი და შეეკითხა თუ რა მოხდებოდა და ის როგორც პირისპირ დაუდგა და უთხრა წინასწარმეტყველმა, რომ ხვალ შენ გელის სამარცხვინო აღსრულება, გარდაცვალება. ანუ აქ რა მინდა ვთქვა, რომ არის რაღაცა ძალა, რომელიც ამას მაგრამ რა ხდება? მაცხოვრებელია ეს ბოროტი ძალა? ანუ რა გავლენები აქვს ჩვენზე? ანუ როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენ ამ მდგომარეობას? რადგანაც ადრეულ პერიოდში მეფე საულ მეფემ ღმერთისგან ჰქონდა ბრძანება, რომ ამოეწყვეტა ყველა სიტყვის მთქმელი, მჩხიბავი, თუ მკითხავი, თუ მეზღაპრე, თუ მუცელთმე რაღაც ტერმინებით ამოხსენებული, ეს აღმოიფხვრა და მოკლა ყველანი. აღმოფხვრა, რადგან ბოროტეულნი იყვნენ და დატოვა მაინც ერთი ქალი, ერთი მაინც დატოვა თავისთვის. ამიტომ აქ ხედავთ ჩვენ, რომ ეს ღვთისთვის სათნო არაა, ნახე, რატო ღმერთია? ღმერთია, მოდი წინასწარმეტყველის პირით შეეკითხე ღმერთს. არა. რატო გაჩნდა საჭიროება ეშმაკისა, რომ ეშმაკს შევეკითხოთ? თუ ეშმაკს შევეკითხეთ, აქედან ჩანს, რომ ისიც გვეტყვის. მაგრამ ის გეტყვის ჩვენი სულის საზღაური დიდ ფასს მოგთხოვს, ანუ ჩვენ სულს. ის მოგთხოვს და გვასწავლის შემდგომ სხვა გზებს, რითაც დავამცროთ, წარწმინდოთ, ადამიანი გავლენები გქონდეს, სხვისი უფლებები დავარღვიოთ, რაღაცა ჩვენი ახალი საზოგადოება შევქმნათ, რომელსაც ექნება ეს ლიდერის პრინციპები, რომელიც სხვებს მიეცევს კანონს, ხოლო თვითონ კანონის მიღმა იქნებიან და კანონზე აღმატებულები იქნებიან და საზოგადოებისთვის, რომელიც ბრბოდ განიხილავენ, მათთვის იყოს მარტო კანონი. თვითონ მაღლა იდგნენ კანონზე და ერთგვარი ჩანაცვლება მოახდინონ ღმერთის. რადგანაც უფალი ამბობს, რომ სიყვარული და ღმერთი აღმატებულია რჯულზე. ღმერთი რჯულზე მაღლა დგას, სიყვარული. მაგრამ ღმერთი განიმარტება ესე, სიყვარულით, მიმტეველობით და ამიტომ ის აღარ შეურაცხყოფს არავის, მაგრამ ეშმაკი, რომელიც ამ პრინციპს ჩამოაყალიბებს, რომ კანონზე აღმატებული იყოს, უკვე ეშმაკური კანონია. რატო უნდა იყოს კანონზე მაღლა, რომ მოკლას არავინ დაიჭიროს, რეაქცია არ იყოს, წაართვას, სხვა აზრი ჩამოუყალიბოს, დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე ეკლესია მოძღვრავს და მოძღვარია ყველას დიდი პედაგოგია, რასაც ეშმაკი უკეთებს აცილებას და აქედან გამომდინარე ესაა ბოროტი და არაფერი წილი არ აქვს რეალობაში.
მოქმედებს ჩვენ სამყაროში ის დაცემული ძალა, რომელმაც ღმერთობა განიკულა და სულ ეს პროცესი, ეს დაუსრულებელი ბრძოლა იქნება, ვიდრე სამყარო იარსებებს. და იდეაში მას აინტერესებს ადამიანთა სული, ზუსტად ის ნათელი, რაც თქვენში აანთო ღმერთმა, ჩემში აანთო, იმაში აანთო, ადამიანებში, ყველაში სხვა რელიგიის წარმომადგენელი იქნება თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყველაში ღვთის სული ადამიანში. ღვთის სულის გარეშე ადამიანი არ იბადება. ყველაში ღვთის სულია და ზუსტად ამ ნათელის, ამ სითბოს, ამ მადლის, ამ მარგალიტების წაღება უნდა ეშმაკს, რომ მეტი ყავდეს. რომ ადამიანის ფრჩხილი და ხორცი და ძვალი კი არ უნდა. ადამიანის სული უნდა, ის ანთებული ნათელი უნდა და ის ღმერთის წილი უნდა, რაც ჩადო და ამაშია ბრძოლა. რა დამოკიდებულება აქვს? არაფერი დამოკიდებულება, ღმერთი უალტერნატივოა. არავის არ ებრძვის, არავის არ განიხილავს მემკვიდრედ და ტახტის პრეტენდენტად. თვითონ ეშმაკი უდგება ესე ამ საკითხს, რომ მას უნდა, როგორია იგავი კონსტანტინე თქვენ გეცვლინება ჩვენ ყოველ კვირას სახარებებს ვკითხულობთ, ხო? რადგანაც პრაქტიკა დაინერგა ესე, რომ აღდგომამდე 4 თავი უნდა საკითხული და მეორე კვირიდან ვკითხულობთ შესაბამის თავებს, რომ მეორე კვირას მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კვირას წავიკითხოთ და დავამთავროთ სახარებები და მე ნებისმიერი ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, რომ სრულად იყოს 4 თავი წაკითხული. და როგორ ხვდებით ჩვენ, რომ ეშმაკს რა აინტერესებს ადამიანში, რომ ადამიანთა სულები და იქ იგავია ერთი, რომ კაცმა დაასხა ვენახი, ანუ ეს კაცია ღმერთი და მისცა მევინახეებს და მიუვლინა თავისი ანგელოზები ღმერთმა, ანუ ეს განიმარტება ესე მერე და ამ მოდი ადამიანური იმით დავიწყოთ, რომ კაცმა და მიუვლინა თავისი მსახურები, რომ რაღაცა კეთილი მოეღო აქედან, ამ ხალხსაც დარჩენოდათ და თვითონაც ცოტა სარგებელი. მაგრამ ხალხმა რა იფიქრა, იცი რომ გამოგზავნილები, მოდი მოკლათო. ჩვენ დაგვშება ეს ვენახიო. ეს არის ღმერთი, რომელმაც ანგელოზები მოუვლინა სამყაროს, რომ ჩვენ გვეკეთებინა სიკეთე ადამიანებს. და ჩვენ მოვყალით ღვთის სიტყვა, გამოვედით 60-დან. შემდგომ ამისა 60-დან გამოსვლას ეს ერთი ეტაპი. შემდგომ ამისა ღმერთმა ისევ მიუვლინა წინასწარმეტყველი, ანუ სხვა კაცები. ეს სხვა კაცებია წინასწარმეტყველი. მიუვლინა, რომ იქნება ეხლა მაინც გაიგონ და უთხრან, რომ არ დასაჯა. კიდე მიუვლინა მქადაგებლები, რომ იქნებ თქვენც გქონდეთ და წელი ღმერთს ზოგი განტვინეს, ზოგი განხერხეს ჩვენთვის წინასწარმეტყველები, რომ მას სიკვდილით ხის ხერხით განხერხეს და განტვინეს, მოკლეს. შემდგომ იფიქრა ვენახის პატრონმა, რომ მოდი ეხლა ჩემ მხოლოდ ჩობილძეს მიუვლენო, ანუ იესო ქრისტეს. იქნებ ამისი იკდიმონ, ანუ მოერიდოთ, შეიმისო, რომ მისი შვილია და ეხლა გამოფხიზდეთ, არა, გამოფხიზდეთ, რომ მისი შვილია და ეხლა მოვყალით და აი ლოგიკა ადამიანური, ეშმაკური, პრაგმატული იმ გაგებით, რომ მატერიალური ცუდი გაგებით რა, რომ ეხლა ლოგიკაა, ნახე რა საინტერესოა. ვა, შენ გაგახარო ზღართ. მოდი ეხლა, აი, მემკვიდრე მოვიდა. ხალხმა რა თქვა? მოდი ეხლა მოვლათო ესო. ჩვენ დაგვრჩებაო ბოლო-ბოლოს სხვა ინსტანცია აღარაა. ჩვენ დაგვრჩებაო ეს სამკვიდრებელი. ანუ ეშმაკი ესე მიუდგა ქრისტეს მოკლა უნდოდა. ხოლო გაიყვანეს ეს ძე, მხოლოდ ჩობილი ძე გაიყვანეს ვენახის გარეთ. ეს ნიშნავს, რომ იერუსალიმის გარეთ გაიყვანეს. და ეშმაკმა მისი მოახერხა, მისი ჯვარცმა, მისი შეურაცხყოფა, მისი ყვედრება, მისი ნერწყვა ქრისტესი. და არა იერუსალიმში მოხდეს, გოლგოთის ადგილზე გარეთ გაიყვანეს ცალკე. მოკლეს. მაგრამ მათ ვერ წარმოედგინათ, რომ იგი ქადაგებდა ამას, რომ თვითონ აღმდგარიყო.
ვიცით ჩვენ მოციქულებს ვიდრე ბრძობამდე სულ ეუბნებოდა რომ და ესე გავიცემი ამათ ხელით შემდგომ აღუდგები მკვდრეთით და გასწავლიდა მოციქულებს მოკლედ ვიდრე ჯვარცმამდე და ამ მოვლენებამდე არა ხოლო ეუბნება იგავით ღმერთი ქრისტე იესო ეუბნება ხოლო რომ მოვა ღმერთი რას უზავს ამ მევენახეებს ამ ადამიანებს ვინც ეს გააკეთა ამ ბოროტებს რას უზავს ხოლო მათმა უთხრეს რომ ყველას თავის საკადრის პასუხს მიუგებს და ეხლა ჩვენ ხვდებით რომ ღმერთია დამსჯელი ღმერთმა დასაჯა ისინი არა ადამიანმა რომელიც არა მგზავრეყო ქრისტეს ემაუსის გზაზე ამის საინტერესო მაგალითია არ დავემგზავრეთ ჩვენ ქრისტეს და მე თუ დავემგზავრე ეშმაკს და ბოროტ ძალას იქაც საინტერესო ამბები ხდება ეხლა ისე არაა რომ მოსაბეზრებელი იყოს მაგრამ თუ გამოვხიზრდებით ჩვენ დავინახავთ რომ საინტერესოა თვითკმარია სუფევა აქვს ღმერთს უკუნითი უკუნისამდეა ხოლო ეს მოვლენა ბოროტეული ძალა ვიდრე სამყარო იქნება ხოლო როგორაა შემდგომ რომ შეიკრება ყოველი უკეთური ძალი და დაიბეჭდება იმ სინამდვილეში რომ სადაც იქნება ტერილი და ღრჭე ნაკბელთა სადაც ადამიანები არ შეივეცდებენ ღმერთს და არ აირჩევენ ღმერთს ანუ ყველა ადამიანი თავის სინანულის არ მქონეობით თავისი მკვლელობით თუ თავისი დაბეჭდილი იმაზროვნებით რომ ესეა სწორი და თავისი დიქტატურით მიიყვანს თავის თავს და ღმერთმა არგნას ადამიანებმა იქ მიიყვანონ თავის სადაც მისი მშობელი მისი მამა მისი ღმერთი არ იყოს ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ როგორ ამის არსებობს ამი ბილეთი საშუალება რაღაცა ხო ფალი ამბობს რომ სადაა სასუფეველი ბოლო გითხარი ქრისტე ჩვენი მამა შენ და გეტყვით გითხარი ბოლო არა ყველა მონება რომ თქვენ გულებშია სასუფეველი სადა თქვენ შორისაა ანუ სად გულებში ჩვენ შორისაა რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ ერთმანეთს შენდობა მივცეთ პატიება მივცეთ იმიტომ რომ უზენაესია ღმერთი ყველას ყოფატიებს თუ ხვალ ზეგ თუ 1 და 2 3 4 წლის მერე უკვე აღარ დავანებებთ ბოლო თავს არა მაგრამ ცოტათი დავიწყოთ ნელ-ნელა დავიწყოთ ღვთის სიყვარული მოქალაქეობა კულტურული დარბაისლური მოქალაქე ნელ-ნელა დავიწყოთ და შემდგომ მყარ ნაბიჯებს და უფრო დიდ ნაბიჯებს გვთავაზობს ქრისტე და გადავდგამთ აუცილებლად აგროცოთ ღმერთმა შეგვეციოს დღეს განსაკუთრებულად სამი მღვდელმთავრის ხსენების დღეა და მადლობდეთ ღმერთს თითეული ჩვენგანი ვიყოთ ღვთის მონანული შვილი და აუცილებლად უდავოდ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იქნება იმაზე მეტად კარგად ვიდრე ჩვენ ეს ამოგვიდგენია. მადლობა მამა გიორგი საინტერესო საუბრისთვის და იმისთვის რომ გამონახეთ დრო და დავთანხმდით ინტერვიუზე ეს მოგეხსენებათ რომ ჩვენ ინტერვიუს გაგრძელებას ვაპირებთ ამ თემასთან დაკავშირებით და მაყურებელს შევახსენებ რომ ეს იყო ინტერვიუს პირველი ნაწილი სტუმრად ყავდა მამა გიორგი ცაბაძე და ჩვენ ვიმყოფებით ეხლა და ვიქნებით მომავალშიც მეორე ინტერვიუს მეორე ნაწილში ოქროყანის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში და მადლობა მამა გიორგის და მის გულს ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის და ჩემი გადაცემის სახელით მამა გიორგის გულოცავ დავადების დღეს. ღმერთმა დიდ ხაზს მოუყოლოს თქვენი თავი. მადლობა ძვირფასო და ყველაფერად ღმერთს. დიდი მადლობა. აბა. Rame como os